Artan modga შემოდგომა ნადრევად მოფრენილი გაზაფხულის მეგობრები და მე პანტეპოთლებივი ზოგი ომის ქარიშხალში ზოგი კიდევ შვიდობაში ზოგი აკადე დიდობაში ზოგი აკადე დიდობაში იღვარი მენერება უსაფსედან ხიარული მომესპინა ქოვეღანაზე უალერ სოციალური ეს ხოვრება იერუსალიმის ქუჩაზე, ავარიული სახლის ერთ პატარა ოთახში ყველასთვის ცნობილი და ყველასგან მიტოვებული 83 წლის მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ზამთარში სიცივეს ებრძვის, ზაფხული უყვარს. დროს ძირითადად აივანზე ატარებს. ამბობს, რომ შვილები იშვიათად აკითხავენ და მარტოობით დაიღალა. საშინელი. და მე უკვე აღარ შემოვფრობ პირობებში ცხოვრობ. რა პირობები მაქვს, ბაბა რა პირობები. წყალი მე არ მაქვს კრანის, ავადია ტუალეტი მე არ მაქვს. სადღაც დავდივარ ხოლმე აკეთებ. არჩილი ბაბუ მოგონებებით ცხოვრობს. იხსენებს 90-იან წლებს, როცა მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი კვირაში რამდენიმე კონცერტს მართავდა. დღემდე ახსოვს ის წუთები, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფეხზე მდგომი მსმენელის აპლოდისმენტები არ წყდებოდა. დარბაზში ადგილები ზებნა და რო კარისა სკაინბისკი წავიდეთ საშეკავდა. კარგი დრო იყო? კარგი დრო იყო, აბარა. გვეჩვენებს ახალგაზრდობის ფოტოს, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდება. როგორი ბიჭი იყავით? მე შემიძლია სიგრძილამდე. შემიძლია. ხშირად მღერით? სახში რო ვარ თითქმის. აი თუ საქმეს არ ვაკეთებ და დაღლილი არ ვარ. ნუ კიდევ საკვა ჩემთვის. ეს ზუგდიდში მცხოვრები 86 წლის მარტოხელა ეთერშენგელია. 20 წელია 4 ობოლშვილიშვილს მარტო ზრდის. 17 წლის თამაზ და 27 წლის ასიდას მძიმე ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ასიდა ბოლო 5 წელია ლოგინა დააჩავარდნილი. ვერ ხედავს, არ ესმის და არც საუბარი შეუძლია. მარტო მე მისმცე როცა ტკივარ რამე მიკერცავს უკანა. მისი ერთადერთი მომვლელი ბებია. ბრძალი დაეღუპა, შვილი წლებია დაკარგულია. მოხუცი შვილიშვილების მოვლას პენსიით და სოციალური დახმარებით ცდილობს. თუმცა ეს თანხა მედიკამენტების საყიდლადაც არ ყოფნის. იმას წამლები უნდა, მე წამლები მინდა. მე ყოველდღე დამხმარე არავინ არ არა მებია ძელები ყველა მოვდა ჩემი აგერ პუშკინის ქუდადებ ცხოვრობდი ჩემი არები ყველა იქ ცხოვრობდა მაგრამ ძელები ყველა მოვდა მინდა მეხმარება ახლე თავ უჭირს ყველას მინდა გეხმარება გორის რაიონში საზღვრისპირა სოფელ ტირცნიში გზის პირას ქოხში უკვე 15 წელია 5-სულიანი ოჯახი ცხოვრობს მე-9 კლასელი ლანა და მისი 16 წლის ძმა ლევანიც აქ იზრდებიან. ზამთარში სახლშიც ისეთ ცივა როგორც გარეთ. ზაფხულში შედარებით ადვილია. ბავშვებს სკოლის გაცდენა ხშირად უწევთ იმის გამო, რომ არც ტანსაცმელი აქვთ და არც წიგნები. კი ქონდა აშენებული ბინა, მაგრამ მეუღლის ავანტყოფობის გამო, რასაც ვიღებდით ამის ავანტყოფობას უნდებოდა სულა ვერ ვამთავრებდით ბინას. ეგეც საბრძოლოება მაჩუქა ბავშვებს საფული 7000 ლარი და იმითი ავაშენეს 2 ოთახი. იმის მერე აი ესე ვცხოვრობთ აი ამ 2 ოთახში, ამ კუიმაში ვაგონში. დავით დღეს ხვალ დაამთავრებენ მე მგონი ბინას, არემონტებენ, აკეთებენ და ვნახოთ რა იქნება. არ ვიცი ვინ არის. ვიღაცა ბიზნესმენია და ვინ არის არ იძახიან თვითონადა. ძალიან რთულია, როგორ გინდა ეხლა 15 წლის ბიჭი და 14 წლის ბიჭი და 15 წლის გოგო ერთ ოთახში.
ბიჭი მან პაპასთან აწევს და გოგო ჩემთან აწევს. არასოდეს ცალკე არ აზძინებიათ ბავშვებს, აი რომ თითო-თითოს კრავატში ეძინოთ, არასოდეს. და როგორი ადვილი იქნება ბავშვებისთვის, აი ყველაფერზე მოქმედებს, ნერვებზეც და სწავლაზეც და ყველაფერზეც. რა ვიცი. რა ვთქვა? ყველას მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც კი ერთი რაღაც, აი თუნდაც ერთი კაპიკი, თუნდაც სიტყვით მაინც დაგვეხმარა. სულ ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. გაჭირებაც არის და გაჭირებაც არის. მე ისეთი გაჭირებები ვნახე ამ ბავშვების ხელში. პატარა ნატეხი პური რო უდევ და ეუნევი ბავშვს, რომ ეკონომიურად აჭამე. იმ ნატეხზეც ეუნევი ეკონომიურად. აი რა გაჭირება გინდა მეტი გამოია. გენაჩვენი შენ არიტილო. ეს 85 წლის ვართანუშაბებოა. პირველი ჯგუფის ინვალიდი. გორში შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ეტლის უქონლობის გამო მის გარეთ გაყვანას ვერ ახერხებენ. საწოლიც მეზობელმა ათხოვა, თუმცა საკუთარი უნდა. ბავშვები ქოხში ცხოვრობენ და პური ენატრებათ, დაეხმარეთ ვინმე. 86 წლის ეთერი ბებო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილიშვილებს ზულის. გთხოვთ არ დატოვოთ უყურადღებოთ არჩილ ჩიხლაძე. ჩემს მეზობლად დედა შვილი ცხოვრობს, უკიდურეს გაჭირვებაში არიან. ისტორიები, რომელიც ახლა მოისმინეთ, ორმა მეგობარმა, მარიამმა და თამუნამ წერილებით და სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყვეს. არც ერთ ამბავს, სადაც ვინმე დახმარებას ითხოვს, უყურადღებოდ არ ტოვებენ. ჯერ ფონდი ნათელი შექმნეს. ამჯერად Facebook-ზე საკუთარი გვერდი გააკეთეს. ორი მეგობრის კეთილი ახირება დაარქვეს და ცდილობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ წერილებს წერენ, სხვებსაც მოუყვნენ. შემოწირული თანხით კვირაში რამდენიმე ოჯახს ეხმარებიან. დადიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ეძებენ ადამიანებს, ვინც დახმარების მოლოდინშია. პოსტები ეთერი ბებოზე, არჩილ ჩიხლაძეზე, კუსრაძეების ოჯახზე და ვართანუშა ავეიანზე გასულ კვირას დადეს. კეთილმა ადამიანებმაც არ დააყოვნეს და დახმარების ხელი გაუწოდეს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების ისტორიებმა გულგრილი დაგვტოვოს, ცრემლი არ წამოგივიდეს თითოეულ ისტორიას რო კითხულობა, გულთან არ მიიტანო ამათ ისტორიები, იმდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების თითოეული სიტყვა, რომელსაც გვწერენ. ადამიანები, რომლებსაც სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება, მათ რო ვეხმარებით, თუ გინდა ერთი ლარით, თუ გინდა პურით, თუ გინდა ერთი შარვალი იყოს, ერთი ჟაკეტი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. იმათ ანთებულ თვალებს ჩვენ რო ვხედავთ და იმათგან გამომდინარე ჩვენ კიდევ და კიდევ უფრო მეც შევძლებთ სტიმულს გვაძლევს იმათი თვალები, იმათი ანთებული, იმათი თუ გინდა ის ცრემლიანი თვალები, რომ ამ წუთას ისინი ბედნიერები არიან, რომ ჩვენ ხელი გაუწოდეთ მათ. ახლა გორის ბაზარში საწოლს არჩევენ, იმისთვის რომ ვართანუშაბებოს საკუთარი ჰქონდეს. ეტლისთვის საკმარისი თანხა არ მოგროვდა, მაგრამ პროდუქტი მიაქვთ. ლანას ყველაზე მეტად ტანსაცმელი უნდოდა. ეთერი ბებოს სურვილიც აასრულეს. ის სამზარეულოს და რამდენიმე ოთახის გარემონტებაზე ოცნებობდა. ყურადღებას არც არჩილ ჩიხლაძეს აკლებენ. პროდუქტი და ტანსაცმელი რამდენიმე დღის წინ მიუტანეს. გადაწყვიტეს, რომ სახლს ყოველ კვირას დაულაგებენ. ორი მეგობრის კეთილი ახირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დახმარების ხელი უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფ არაერთ ადამიანს გაუწოდეს. მათი დახმარება თითოეულ ჩვენგანსაც შეგვიძლია. სიკეთე გადამდებია.